კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში უნდა მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირისა და ჩრდილოეთ ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად. ამას ჩვენ საქართველოს კონსტიტუციის 78 მუხლი გვეუბნება. რეფერენდუმზე საქართველოს მოქალაქეთა 74% ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს დაუჭერდა. მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად მედიასებში და ყოველდღიურობაშიც საკმაოდ პოპულარულია იდეა, რომ ევროკავშირის სუვერენიტეტს წაგვართმევს, მამაკაცებზე დააქორწინებს და ამის გამო ქართველობას დავკარგავთ. მაგრამ რამდენად შეესაბამება ეს რეალობას? ნებისმიერი დავის დროს მნიშვნელოვანია უპირველეს ყოვლისა დავაში გამოყენებადი ტერმინების გაგება. ამიტომ მნიშვნელოვანია გვესმოდეს ის თუ რას ნიშნავს სიტყვა სუვერენიტეტი. პირველ რიგში უნდა გვესმოდეს, რომ სუვერენიტეტი არ უდრის დამოუკიდებლობას. დამოუკიდებლობა ნიშნავს იმას, რომ შენ სახელმწიფო ხარ, ანუ სოფლიო რუკაზე რო არსებობ. სოფლიოში ბევრი ისეთი ქვეყანაც არის, რომელიც დამოუკიდებლია, ანუ არსებობს, მაგრამ სუვერენული არ არის, რადგან სხვა ქვეყნების სრული გავლენის ქვეშ იმყოფებიან. ამიტომ ევროკავშირში გაწევრიანების შემთხვევაშიც ჩვენ დამოუკიდებელი ქვეყანა დავრჩებით. ისევე როგორც გერმანია, საფრანგეთი, ლიეტვა, პოლონეთი ან ნებისმიერი სხვა ევროკავშირის წევრი დამოუკიდებელი სახელმწიფო არის. კერძოდ სუვერენიტეტს რაც შეეხება საერთაშორისო სამართალში არ არსებობს დოკუმენტი, სადაც წერია ის თუ რა არის სუვერენიტეტი. ამ ტერმინის ძალიან ბევრი დეფინიცია არსებობს, მაგრამ მარტივად რო ვთქვათ, სუვერენიტეტი არის მთავრობის უნარი გაატაროს ისეთი პოლიტიკა, როგორიც მას უნდა, რა თქმა უნდა, კანონის ფარგლებში. განასხვავებენ შიდა და საგარეო სუვერენიტეტს. შიდა სუვერენიტეტში იგულისხმება შიდა პოლიტიკის გატარების დამოუკიდებლობა, საგარეო სუვერენიტეტზე მსჯელობისას იგულისხმება საერთაშორისო ასპარეზზე პოლიტიკის გატარება. რაც შეეხება ევროკავშირს, მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ევროკავშირში გარკვეული პრინციპებით ფუნქციონირებს, რომელიც მათ ფუძემდებელ დოკუმენტებშიც დაფიქსირებულია. და პირველი პრინციპი არის გადაცემის პრინციპი. ანუ ის გულისხმობს, რომ ევროკავშირმა უნდა იმოქმედოს მხოლოდ იმ კომპეტენციების ფარგლებში, რაც მათზეა გადაცემული. ანუ თუ რამე კომპეტენციის სფერო ხელშეკრულებით არ არის დაფიქსირებული, მაშინ ეს ეკუთვნის წევრი ქვეყნების გავლენის სფეროს. ანუ თუ მაგალითად არ წერე, რომ ყველა კაცი კაცზე უნდა დაქორწინდეს, მაშინ ამ თემაზე გადაწყვეტილებას ქვეყნები და არა ევროკავშირის ინსტიტუტები იღებენ. მეორე, სუბსიდირების პრინციპი. სუბსიდირების პრინციპი გულისხმობს, რომ ევროკავშირმა უნდა იმოქმედოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ქმედება ევროკავშირის დონეზე უკეთეს შედეგს მოიტანს, ვიდრე ეროვნულ დონეზე. მესამე, პროპორციულობის პრინციპი გულისხმობს, რომ ევროკავშირის ქმედების შინაარსი და ფორმა არ უნდა აჭარბებდეს იმას, რაც აუცილებელია ხელშეკრულებით დასახული ამოცანების მისაღწევად. ასევე ამ საკითხის გასაზრდებლად მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ევროკავშირში სამი სახის კომპეტენცია არსებობს: ექსკლუზიური, საერთო და ეგრეთ წოდებული ხელშემწყობი კომპეტენცია. ხელშემწყობი კომპეტენციების ფარგლებში კავშირი ხელს უწყობს, კოორდინაციას უწევს ან დამატებით ნაბიჯებს იღებს წევრი ქვეყნების მოქმედებების განსახორციელებლად. მაგრამ ამ სფეროებში მათ აბსოლუტური სუვერენიტეტი გააჩნია. მაგალითად, ჯანდაცვაში, კულტურაში, ტურიზმში, განათლებაში, ახალგაზრდობის სფეროში ან სპორტში. საერთო კომპეტენციების ფარგლებში კი წევრებს შეუძლიათ იმოქმედნენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კავშირს არ ამოქმედებიან. როგორც კავშირს, ისე წევრ ქვეყანას შეუძლია საკანონმდებლო ინიციირება და სავალდებულო აქტების მიღება ისეთ სფეროებში, როგორც არის ეკონომიკური, სოციალური და ტერიტორიული გათანაბრების სფერო, ერთიანი ბაზარი, გარემოს დაცვა, მომხმარებელთა დაცვა, ტრანსპორტი ან ენერგეტიკა. და ასევე არსებობს ექსკლუზიური კომპეტენციები, სწორედ ამაზე საუბრობენ ისინი, ვინც სუვერენიტეტის დაკარგვაზე დარდობს. ანუ, როდესაც მხოლოდ ევროკავშირს შეუძლია საკანონმდებლო წინადადების ინიციირება და სავალდებულო აქტების მიღება. ეს ეხება საბაჟო კავშირს, ერთიანი ბაზრის კონკურენციის წესებს და მონეტარულ პოლიტიკას. ეს კომპეტენციები დაფიქსირებულია ევროკავშირის ფუძემდებელ დოკუმენტებში, მაგალითად, ბოლო ვერსიის ლისაბონის შეთანხმებაში. ანუ ხედავთ, რომ სფეროების უმრავლესობა ან ქვეყნის კომპეტენციას ეხება, ან საერთო კომპეტენციას წარმოადგენს, მაგრამ არსებობს ისეთი საკითხებიც, რომელიც სრულად ევროკავშირზე იქნება დამოუკიდებელი, მაგალითად, მონეტარული პოლიტიკა. აქედან გამომდინარე, თუ სუვერენიტეტს, როგორც ყველა სახის, საგარეო და შიდა პოლიტიკურ საქმიანობაში საქართველოს მთავრობის მიერ დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღების უნარს განსაზღვრავთ, მაშინ რა თქმა უნდა ევროკავშირში პოტენციური გაწევრიანება ზღუდავს საქართველოს სუვერენიტეტს. მაგრამ აქვე მნიშვნელოვანია ითქვას, რომ პირველ რიგში ევროკავშირში გაწევრიანება ნებაყოფლობითია და ყველა კანდიდატმა იცის, რომ მას სუვერენიტეტის გარკვეული ნაწილის, სხვა შორის არა დათმობა, არამედ ევროკავშირის ორგანოებს გადაცემა მოუწევს. ანუ არასწორია სუვერენიტეტის დაკარგვაზე ან წართმევაზე საუბარი, რადგან გაწევრიანების შემთხვევაში საქართველოს იქნება წარმოადგენილი ევროკავშირის ყველა მთავარ ინსტიტუტში. ევროპარლამენტში, სადაც ჩვენი დეპუტატებიც იქნებიან,
ევროკომისიაში, სადაც ჩვენი საქართველოს კომისარის გვეყოლება, ევროკავშირის საბჭოში, სადაც ჩვენი მინისტრებიც დაესწრებიან სხდომებს და მიიღებენ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, ევროპის ცენტრალურ ბანკში, სადაც ჩვენი ცენტრალური ბანკის თავმჯდომარე იქნება წარმოადგენილი და მმართველთა საბჭოს ფარგლებში იმუშავებს და ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოშიც, სადაც სამუშაოდ ერთ მოსამართლეს გავაგზავნით. ამიტომ უფრო კორექტულია ვისაუბროთ სუვერენიტეტის ნაწილის ევროკავშირის ორგანოებისთვის გადაცემაზე, რომლებშიც საქართველოსაც ექნება ხმა და შესაბამისად გადაწყვეტილებების მიღებაში მივიღებთ მონაწილეობას. ევროკავშირი არის სუვერენიტეტის ურთიერთდათმობაზე დაფუძნებული. ანუ თუ გავწერიანდით, მაშინ ისიც იქნება სწორი რა ვთქვათ, რომ ისეთი დიდი ქვეყნების როგორიც არიან გერმანია და საფრანგეთის, გარკვეულწილად საქართველოსაც დაუთმობენ სუვერენიტეტს, რადგან ბევრ შემთხვევაში საკითხები კონსენსუსის საფუძველზე წყდება და შესაბამისად ჩვენ გვექნება გადამწყვეტი ხმა. ასე რომ სუვერენიტეტის წართმევაზე საუბარი არასწორია, რადგან წართმევა არანებაყოფლობით რაღაცას გულისხმობს და იმას, რასთანაც შენ ცდომა არ გაქვს. საქართველოს ევროკავშირის გაწევრების შემთხვევაში კი ეს ნებაყოფლობითი აქტი იქნება და ასევე როგორც უკვე აღნიშნე, გადაწყვეტილების მიღებაში მივიღებთ მონაწილეობას. რა თქმა უნდა, დარჩება საქართველოს წინააღმდეგ რუსული სამხედრო აგრესიის განხორციელების ალბათობა, რადგან ევროკავშირი სამხედრო ალიანსი არ არის და არ ჩაერთმევა ომში საქართველოს დასაცავად. მაგრამ იქამდე ჩვენი ჯარის გაძლიერებისთვის სავარაუდოდ ბევრი რამ გაკეთდება ევროკავშირის ქვეყნების დახმარებით. სამხედრო წვრთნები, ფინანსური და პირდაპირ სამხედრო ტექნიკის დახმარება. ასევე რუსეთსაც ეცვლინება, რომ ევროკავშირის ქვეყანაზე თავდასხმა დასავლეთის უფრო მწვავ რეაქციას გამოიწვევს, ვიდრე ევროკავშირის არაწევრ ქვეყანაზე. ასე რომ რუსეთის ფაქტორის გავლენა ევროკავშირის გაწევრიანების შემთხვევაში შემცირდება და ამის წყალობით საქართველოს საგარეო ურთიერთობებში უფრო სუვერენული სახელმწიფო გახდება. მაგრამ ისიც სიმართლე, რომ შესაძლებელია ისე მოხდეს, რომ ევროკავშირში გაწევრიანების შემთხვევაშიც კი ჰუნგრეთისნაირი ქვეყანა გავხდებით, რადგან რუსეთი ჩვენს ქვეყანაზე ზეწოლით ევროკავშირის პოლიტიკაზე გავლენას მოახდენს. მაგრამ ასეთ შემთხვევაშიც კი რუსეთისთვის უფრო მომგვრიანი იქნება ჩვენი ხელით ევროკავშირის საქმიანობაზე გავლენა მოახდინოს, ვიდრე უბრალოდ დაგვიპყროს. ამიტომ არ უნდა გვეშინოდეს ევროკავშირის გაწევრიანების. და იმაზე თუ რა უნდა გავაკეთოთ ევროკავშირში რომ გავაწევრიანდეთ და ჰუნგრეთისნაირი ქვეყანა არ გავხდეთ, ვისაუბრებ შემდეგ ვიდეოებში. გთხოვთ გამოიწეროთ არხით და დაალაიქოთ. ახალი ვიდეოებისთვის мотивация რომ მქონდეს. თქვენთვის ეს მარტივია, ჩემთვის კი ძალიან ბევრს ნიშნავს.